კვლავ ხვდებით ერთმანეთს და ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეთერშია გადაცემა ტალანტები და თაყვანისმცემლები. რაც შეეხება დღევანდელს ჩვენს გადაცემას, დღეს წარმოგიდგენთ სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს შალვა ბახტაძეს და გადაცემის თანახმად მის პიროვნებას შემოგთავაზებთ არა მარტო თავის სამსახიობო ამპლუაში, არამედ მის მიღმაც. შალვა ბახტაძე დაიბადა 1952 წლის 26 მარტს. 1991 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, რომლის დამთავრების შემდეგაც დღემდე სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. აღსანიშნავია ისიც, რომ პარალელურად იგი მუშაობს კოსტავას სახელობის თეატრში, ასევე ზღაპრის თეატრში. ჰყავს მეუღლე მალვინა ბოჭორიშვილი და შვილები მაია, ნინო და გიორგი. შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ტალანტები და თაყვანისმცემლები, რომელიც წარმოგიდგენთ მსახიობ შალვა ბახტაძეს და ტრადიციისამებრ მას გაგაცნობთ არა მარტო თავის სამსახიობო ამპლუაში, არამედ მის მიღმაც. ყოველივე ამაში კი დაგვეხმარებიან სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებიც. ბატონო შალვა, უპირველეს ყოვლისა გთხოვთ მიპასუხოთ. რამ განაპირობა ყოველივე ის ფაქტი, რომ თქვენ დღეს მსახიობი ხართ? ერთი წელი მაქვს ჩაბარების შანსი, რომ იტყვიან თეატრალურ ინსტიტუტში. ჩუმა ჩავაბარე სხვათა მარტო დედა შემაიცოდა, რომ ინსტიტუტში ვაბარე. მე რომ მესამე ტურში გავდიოდი უკვე, ჩვენი ლექსი გავარაკი პროზა რაღაცა, იმღერეო მითხრეს. ხარი არ მემღერია მეთქი რა ცხოვრებაში, მართლა არ მემღერა, ნოტები იჭმებოდა თუ ისმებოდა და არ ვიცოდი არაფერი. იმღერეო. რა იმღერეო? და სუფრაზე არ იმღერიაო. სუფრაზე რა არ იმღერია მე ვთქვი. აბა რა იმღერია, სუფრაზე იმღერია ისო და რაღაცა იმღერია, მგონი. გლესო და გლე, აი რაღაცა ესეთი და ჭექე ახლა ეს და ო? ამას ხმა ქონიაო. ისეთნაირად დაემთხვა მარიგა რომ ეხლა კონსერვატორიაში ვინც ვერ ჩააბარა. ყველა წამოვიდა თეატრალურ ინსტიტუტში. ჩასაბარებლად ის ხალხი. რა კაცი არის მისაღები და აბარებს ერთი დაახლოებით 40-50 კაცამდე. თანაც იციან ეს ნოტები დადიან და იმღერიან და ვაიმე რა ვქნა ახლა მე რაც ნოტები რაღაც ეს საერთოდ არ ვიცი ეს ნოტები რაღაცები და ავდი ვარ ახლა ხეთებით ეს ორი სიმღერა კი მომამზადე, მაგრამ ერთი პატარა გოგო ეს აფია ამეგილა რა მოეწყუნა რომ ესეთი ხმა ხმოდა ეს პატარა გოგო რა კარგად მღეროდა კაცო საიდან ამოდიოდა ეს ხმა გვიждდებოდი რა მასწავლა რაღაც რძიანი ყავა დალიო სიგარეს თავი დაანებეო იქ რაღაცა შემწვარი ხალხი თუ რაღაცები მასწავლა თურმე არ შეიძლება ამის გაკეთება რასაც მიჩვეულია ყელი ის უნდა იყოს და მოვედი გამოსტადი და სადამავს ხმა ნუ სასიმღერო ხმას ვიძახი ავეთ ახლა სიმღერა და სპეციალობა ლექსი გავაკეთე პროზა ერთად იყო ეს ოსტატობას და სიმღერას და ამის გამოსტა იყო ერთად და ეტიუდი და რაღაცები გავედი ახლა სასიმღეროდ მასწავლეს არ უნდა მოვიქცე როიალთან დავდგე და წარში გავსწავლე და მე კონცერტმეისტერს რა თქმა უნდა დავუკვდი. იმხელა და გავაკეთე ეს და დავუქნია და ვიყავი ვარ, მაგრამ რა თქმა ეს რო არის ძიმეწონის რაღაცა შტანგს რო ეწევიან და აი ესე გაჭინთულმა ვიმღერე მასხავს ეს სოფლი და ვარ ერთ ამბავში რაღაც იანგლა კიდე ბატონმა ზურაბმა ჩვენმა მაესტრომ და ეს მთელი კომისია აწყდება ერთმანეთს სიცილისაგან. მე ვთქვი ახლა აღარ გაიცინეს მორჩა მე უკვე კარგად შემისაქმე მეთქი ახლა გამაჩერებენ და გამიშვებენ. არა, მეორე სიმღერა მომღერეს. რო დამთავრდა ეს გამოსტები ყველაფერი გამოვიდა და კარგი ნიშა. სუ გაყარეს, ყველა დავტოვეს ის 8 კაცი ვის ვიყავით მისაღები აბსოლუტურად. მე იკონის სასულთნოს სახელოვანი სულთანი გამხნოს. ქართველთან მეფესა. ეფეთა გადამჯერელი რომ დედაკაცი ყოველი არის შენსავით რებელი. იქამდე როგორ რამავდი, ამისა როგორ გალავდი, რომ დღეს სულ ყველა გამორჩილებს უცახმონები მანაც. რომ ქვეყანაზე გაისმის შენი ჯარების დღნიასი, ლამის სირცხვირით დავიწვათ. თავზე გვაზი ხარ დიაცი. ანდრაოფლებით გაბედა ხელში იმ ხმალის დაჭერა, რომელიც დიდმა ალლაჰმა მარტო ჩვენთვის გაჭედა. მარტო ჩვენთვის გაჭედა. და ვიცით ასკილო, რომ იმით ქრისტიანებმა მუსულმანები გაწყვიტონ. მუსულმანები გაწყვიტონ
და ბირჟვის გადასახონდი აფრიკონ გაუგონარი მეგრანა გადასახადი. ხოდა ნაგერაცად თარგმნაში. აღარ ჩერდები. ახლა მე შენზე მოვდივარ ჩემი მამაც იმხედრები. გამომიტყნია ომისთვის. შვიდობა შეუწევები, წინმანქანები მომისმის კიმაგრების მკვლევები. და იმ გვარად დავლეწოთ თქვენთან ციხეთა ბურჯები, რომ ხორნაბუდში ხორნაბუდს, ერთ-ერთ ხორნაბუჯები. ბატონ შალომ, მე დავამატებ იმასაც, რომ თქვენ ზღაპრის თეატრის მსახიობიც ხართ და მე დავესწარი თქვენს ერთ-ერთ წარმოდგენას უბრალოდ მართლა ძალიან მომეწონა მიუხედავად მაგასაკიდან დიდი ხნის გამოსული ვარ, დიდი სიამოვნებით ვიჯექი და უყურებდი. Ну, ეს დამეთანხმებით, რომ არც ისე ადვილია ბავშვების წინაშე გამოსვლა, როგორც შეიძლება ბევრს ეგონოს. ისინი ძალიან მკაცრი მაყურებლებიც არიან. სპექტაკლი მაყურებელია ბავშვი, აი ესე თვალებში შემოყურებს. და როგორ იცით, აი მე მახსოვს, რომ დავამთავრეთ სპექტაკლი. მოდის ერთი ბავშვი და აი მაშინ ლარები ახალი შემოსული ყო და 5 კაპიკიანს, 5 თეთრიანს გაძლევს. ხლა შეიძლება რომ არ გამოართვა, იცი, ძალიან ეწყინება იმას, რომ არაფრით არ შეიძლება, კამფეტი მომსაგები ერთმა ბავშვმა ესე ჩამეხუტა. რა საოცრებები არიან, იცი, დაგიჟდებით. ეს წარმოდგენის პერიოდი. წარმოდგენა რომ დამთავრდა მერე და რაღაც რაღაცა ხდება, კარგი ხდება. როგორ სიამოვნებთ, საოცრად გიყურებენ, იცით, საოცრად შეიძლება. ალბათ ბავშვი საჭიროა ბავშვებისათვის ზღაპარი, აუცილებლად საჭირო. ზღაპარს ჩვენ ვათამაშებთ, უყვებით ბავშვებს ამ ზღაპარს და ეს უნდა იყოს ისე ბავშვი არ შეიძლება რომ მტაცებელი გაიზარდოს ხას. ეს მისი სულიერი საზრდოა ზღაპრიდან გამომდინარე და რომ შემდეგ გახდეს ადამიანი ჩამოყალიბდეს, რაღაც სიკეთისაკენ გადაიხაროს. რაღაცა სილამაზის ახმის უნარი ქონდეს. ხო? გამარჯობა, ბავშვები. ბავშვებო, მართალია რომ თქვენ ზღაპრები გიყავთ? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ესე იგი ზუსტი მისამართით მოსულვარ თქვენთან. რა კარგია, რა კარგი. კი, მაგრამ რატომ მოსულვარ, რა? გამახსენდა, მე ხომ მე ზღაპრე ვარ, ბავშვებო, და თანაც ჯადოქარი. მე ზღაპრე, ჯადოქარი. აი ასე ვეძახი. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც თავის საბოლოო განაჩენს ხშირ შემთხვევაში მიანდობენ ბედს. თქვენ თუ გჯერათ ბედის წერის? ბედის წერის მიჯერ. ჯერ. რაც უწერი ადამიანს არ აცდება. კადრებს, რომლებსაც თვალს ადევნებთ, გადაღებულია სარეპეტიციო ოთახში, სადაც მიმდინარეობს სიმღერის რეპეტიცია. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო და აუცილებელი კარგი მსახიობისთვის? პროფესიას რო გაიხდი მსახიობობას, პირველ რიგში საჭიროა აუცილებლად დისციპლინა. მობილიზებული უნდა იყოს. არის ისეთი აი გაფანტული გონებისა უნდა იყოს. თქვენს წინაშე არიან სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, რომლებიც იხსენებენ იმ კურიოზულ შემთხვევებს, რომლის თავი და თავი თვით მსახიობი შალვა ბახტაძე გახლავთ. შალვა მოდის ერთ დღეს ჩემთან თეატრში, მაშინ ზემოთ ვიყავით თეატრში და ბატონო ნუგდა რაღაც მინდა რომ ჩემთან მოხვიდეთ ოჯახშიო და აგვარჩია, მე ვთქარ ვინ იქნება კიდე თქვა და ეს ჩემი ასაკის თქვა როლანდი რო იყო დასის მმართველი. და ჩვენ სამი და მე ხებს რატო არ ეუბნება თუ კურმალის ამე და კარგი ვარ წავიდე და თქვა რა შეესაკო რასთან დაკავშირებით მაგრამ ისე მივიდეთო მაგრამ რომ მივიდე ვითხარა რომ მეუღლესთან ვარო საჩხუბებულიო და იქნება შერიგების რაღაცაო ახლა სერიოზული ხალხი ხდება ოკეი კაცო შალვა მაგიდა რაში რა მოხდა გარაფერი ისე გაუგებრობა მოვიდა რაღაცაო და ახლა მინდა ვასე გააწყო კურმალი მეუღლე სახში არ არის ჩვენ უკვე შესულები ვართ ბავშვებმა დაგვითრია კარგად ამ დროს მოვზანდა ქალბატონის დიასახლისი და აი ეს ახლა აბასახში მოვიდა და უთხარი თქვენ მიხედეთ ახლა სუპრას და მე ქალბატონს გავალ და დაველაფერაკები ამბავდი თქო გავედი და ქალბატონი მე უთხარი ასე მე მავადიეთ
შალვას მეგობარი ვარ, მოეჩელო, მე არ მაქვს იმდენი უფლებები ახლა ოჯახური მასში, მაგრამ მე გირჩევთ თქო რომ ოჯახს ნუ დაანგრევთ, მithumed ეს ბავშვი, მე თვითონ ჩემს ბავშვობაში გამოცდილი მაქვს ჩემი შოვლები დაშორებული იყვნენ ასე ბატონო ნუ მართლა ლაპარაკობთ, მე თურმე ცხემლი მომარგა, ახლა ქალბატონი ატირდა თვითონ მე ზრიალე ერთი ამბავი ბაბის და ამ ერთხელ კიდევ ვცლიო ბატონო თქვენი ხათრითო რომ ალბათ იგზნო რომ გულით ყვებოდი და თან ეს თვალე შეყა დამისარჯულდა გული ბავშვობა რაღაცები და კარგიო აბა ბატონო გზა რომ ამბავია და ამ ერთხელ კიდევ ვცლიო და კიდე გადავიტანო ამ იმასო მაგის შეურაცხყოფასო და გავიხედე ლოჩიძიანი ისინი ესა და ის და შაში კაკაბი არ წამოიწყო შალვა და ვაიმე დამარტყა მე გაჭირებაში რამხელა საქმე გავაკეთე ჩავატყე და შაში ხო გეუბნებოდიო რამდენიმე წლის უკან გაიხანია მას შემდეგ გასული მუხიანში ვარ ერთ ოჯახში ვახტანგი რო იყო კორიძე ფეხბურთელი მეგობარია ჩვენი და თქვა რომ მეგობრის შვილის ქორწილი და უნდა წამოდითო რა მე და შალვა ეხლა პრინციპში წავედით ჩვენც და მოარო ერთი 200 კაცი ზის საქმე იმაშია რომ აპარატურა არის და დამღრელები არ არიან არ მოვიდნენ და ბიჭო რა ვქნათ ეხლა ნუ გადასარევი ურმარილი გადასარევი და ეხლა უნდა ნუ ეხლა კაცმა დალია სიმღერა უნდა შალვამ გიტარა მომიტანეთ და მე მითხრა მოდი ეხლა უნდა ვიტვირთო ჩვენ დამღრელების ფუნქციაო აი მე უთხარი ეხლა დოლს ვინ მონახავს და მიკროფონი არის ხო სამადის მიკროფონი აპარატურა არის და იმერეთ რა თქმა უნდა მაგას ვიმერებთ და აი გავა შალვამ და მე ახლა გვერდზე უზივარ და ნუ ახლა გიტარაზე თან დოლს დავიწყეთ ნუ მთელი ქორწილი და უკვე ახლა რა იცოდა ახლა 200 კაცში ეგონათ რომ ზოგმა იცოდა რომ ახმეტელის მაშინ არ ეთქვა ახმეტელი დანის თეატრი თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ჩვენი მსახიობები არიან ნუ იქეთ ახლა არიციან ნუ იმადგონია რომ ამგრელები ვარ და ნუ ის შალახო იქნება თუ ქართული იქნება სამღერი ყველაფერს გიტარაზე და მე უკრავ ახლა იმას გიტარაზე დოლს მოდის რა შაბაშეს რო იზახია დავნეა გაიგედა ახლა ნუ როგორ ეკადრება ჩალვა ვიღაცა მოვიდა აი ტიპის შალვას აიღო უდევს აქ ათმანეთიანებს რაღაცა არა არ გინდა როგორ ეკადრება და არ გინდა რაღაცა და ცეკვავს ეს ხალხი და საქმე იმაშია რომ ნუ გზარის მეუღლის დაქალიც ყოფილა იმ ქორწილში და სამსახურში რომ ისულა მეუღლე უთქვავს რომ ასე უკუშინო ქორწილში ვიყავიო და მენი მეუღლის სახიობები იყვნენ ვიღაც შალიკია და ვალიკიაო ესე იგი მთელი ქორწილი მაგენი ვარ ყოფილი კარგი დამკვრელები ყოლიათ ახლა იმასო დაიშიათო მთელი ღამე უკვე ეს არ მოუხუჭავ თვალიო თავის დანაშაულს განმოგაბრალის შენ, მაგრამ ისე ყოხტად გამოდის, რომ კი არ აღწდება კონსოლური. ახალი მოსული ვარ თეატრში, თენგო და სავალ სადღაც ვიქეიბებ და აულოდ ვიქეიბებ, თავი მგონია, აი მსმელი და აი ვაშკაცი კაცი, მოვალ მეორე დილი შალვა მეუნეო. როგორ თრალი ყავი გუში? ბიჭო, თრალი კაცი ეჭვიანი ხარ, ესმის ახლა და მე კი ვიფიქრე, ხელო მართლა თრალი ვიყავ. ხელ მითხრა მეორედ მითხრა რა მომეჭია მე ვთქვი რა მაგრამ რა მატრობს ასე კაცო მე არ მახსოვს რომ ასე თრალი
ერთხელაც მახსოვს რომ ნუგეზე გაფიჩინებული შალიკო მივიყვანე ასე სახში და მივაყუდე კარებთან და დავლეკესარ და გამოვიყარები. მოდის მეორე დილასთან მეუბნა. გია როგორ თვალიყავი გუშინ? დები შალაკა. ამას უყურს ტელეფონზე რომ დაგელაპარაკება ხმის დაბოხება უყურს რა და პირველია ტენორია. მირეკავს ერთხელ. მირეკავს არის. ალო, გია. რომელი ხარ მეუთხარ? შალვა ვარ. ოი, შენ მეუთხარ. რა შეასაგ? ამირანმა დარეკა, ამირანი სპონსორია ჩვენ. და ესე იგი რახან ამირანია ნახსენები, ესე იგი KP უნდა შედგეს იმ საღამოს და მესმისი ტელეფონში იმისი მეუღლის ხმა. ისევე საკეიპოდ მიდიხარ, გაგისკრად უცელებ. ამის მეუღლის ხმა მევიდა და უცებ შეუტრია და გაწოდი გაგაშა შენი ხმა არ გემიგონა. ალო, გია. შალვას პრინციპში სულ ამ დალევაზე და თლათ ისე არ გამოვიდეს რომ მართლა ასეთი პიროვნება და მეტი არაფერი უკეთებია მაგრამ მაინც მისი ცხოვრება ამ ბოხებასთან და ამ სასმელთან და რაღაც ამ კურიოზებში ტრიალებს მისი სული გული ერთხელ მამამისი ესენი წარმოშობით ჯიხაიშიდან არიან გოჩა ხო შეიძლება გოჩა ჯიხაიში და ერთი ზაფხულიცაა და წასულია შალვა უნდა მიეხმაროს მამამის ესე იგი ყანა რაღაც და პატარა რაღაც ნალია ჰქონდა თუ არ ვცდები გასაკეთებელი რაღაც და ესე იგი ეს შალვა გააგზავნა მამამისმა რომ გაფიცებ შვილო გადადირი თავის ნათესავთან რომ შალაშინი იქნებ როგორმე ხო მეზობელთან რომ იქნებ როგორმეო შალაშინი და რაღაც ეჩო თუ რაღაც გადმოიტანეო დავიდა შალვა გათენდა დილა დაღამდა რა ქვია გათენდა და არ მოდის ეს კაცი გადავიდა მამამისი ბოლო-ბოლოს საცებარად და რაზღერა შალვა ტაბლად მიჯდომია ტაბლავაგია და გაგლიჯერაჯი და და ბოლოს ბატონ შალვა ჩვენი გადაცემის თანახმად რომელსაც ეწოდება ტალანტები და თაყვანისმცემლები თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თაყვანისმცემლებს მინდა რომ ხშირად მოსულიყვნენ პრემიერაზე. ნახოთ ახალ-ახალი პრემიერები. შეეფასებინოთ. ისე კი არა. ესე დაიგო კლასიკა. აღფრთოვანებულები ყოფილიყვნენ და რა თქმა უნდა ჩვენ CV ამაყებთ არის. ისინი CV-ამაყებენ და ერთიც CV-ამაყებს. ასე რომ მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი საუბრისთვის და გისურვებთ წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. დიდი მადლობა, მარიკა, ძალიან დიდი მადლობა. ასევე სულ ყველას უსურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებაში, ჯანმრთელობას უსურვებ სულ ყველას და ღმერთმა ქნას რომ ყველაფერი კარგად იყოს და ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა და დამშვიდობების დროც დადგა. ჩვენ შევეცადეთ მსახიობ შალვა ბახტაძის სახით თქვენთვის კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება წარმოგვედგინოთ. და თუ რამდენად მოახერხეთ ყოველივე, ეს უკვე თქვენ სიტყვაზეა დამოკიდებული. დღეისათვის სულ ეს იყო. გადაცემა ტალანტები და თაყვანისმცემლები შალვა ბახტაძის მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად გემშვიდობებით. One of them
გადაცემა ტალანტები და თაყვანისმცემლები და მისი ავტორი მარიკა ხიდურელი მომავალ გადაცემაში გიწევთ მსახიობ გივი ბერიკაშვილის თაყვანისმცემლებს. სიამოვნებას ჩვენ წისგვანიჭებს რაც თქვენ მოგწონთ. მაყურებელს, ხალხს რაც მოსწონს. ამ სხვანაირად რანაც შეიძლება ხალხს არ მოსწონდეს და შენ რა სიამოვნება მივიღე. გამორიცხულია. ორივე შემოქმედების ხელოვნების წყინვალე დარგია. ჩიჩილაკად ქცეული ხალის ზღაპარი. იცი ბავშვებო რა ჩიჩილაკი? ზოგმა იცი ზოგმა არა? ეხლავე? აი ბავშვებო. აი ეს არის ჩიჩილაკი. ოდითგან საქართველოში ჩიჩილაკით ხდებოდნენ ხოლმე ახალ წელს. ნაძვისის მაგივრად ხომ დაიგეთ ბავშვებო? ძალიან კარგი. მაშასე დავიწყოთ ზღაპარი ბავშვებო. მაშინ სმენა იყოს და გაგონება. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი აიქნა. იყო შაშვი მგალობელი ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო ერთი ჩვენებული სოფელი. იმ სოფელში ერთი ძალიან ლამაზი ხალი. ძალიან ლამაზი ხალი ცხოვრობდა. ლამაზი კი იყო, მაგრამ ერთობ უგულო და ამპარტავარი ვინმე ბრძანდებოდა. ერთხელ ბავშვებო, ახალი წლის დილას მის სახლთან ერთმა მათხოვარი გამოია. ერთმა მათხოვარმა ჩამოია. არა, მათხოვარი კი იყო, მაგრამ ხლად მათხოვარსაც არ აკავდა, ის კაცი ეზოში იყო გამოსული. მათხოვარი რომ შენიშნა, ზურგი აცია და სახლში დააპირა შესვლას ბეკ. გამარჯობა ლამაზო ქალო, გამარჯობა, ახალ წელს გილოცავ, მრავალს დაესწარი. შენც ასევე. ლამაზო ქალო. კარი გამიღე, მეკვლე ვიქნებ, ხომ გაგიღონია სტუმარი ღვთისაო, ვინო გამომიტანე დაგლოცავ, ეგ ჩემი სიტყვას შეგეწიოს. ვერა, აი შენ კარებს ვერ გაგიღე. მე შენი თანასწორებისთვის არ ამცალია. დედმამა სახლში არ არიან. 900 იქითა ბაღდადში გავიდა. საყიდლებს. კაბა უნდა მიყიდო. აბა რა ხნა? ჩემი საკადრისი კაბაჯი აქ მხარეში არ შეკერია. მაშინ შენ თვითონ გამოგზავნდი გაერთ. ახალ წელს მოგილოცავ, ერთ ხელზე გაკოცებ, მეტია? რაო? მაკოცებო? ერთიამ თანაგვის ვირთხე დამიხედეთ. ჩემს კოცნას აქეთ კუნძულელი ხელმწიფე ნატროს. იქით კიდევ იფრიკის სულთანი. აგინო დაიგარგეთ ორე. მამან დაუძახეთ და ძაღლებს მოგისცეთ. აკი ბაღდადში არისო? ისა. ვინაც ხალი ჩას, ხან იქ არის და ხან
ხომარ გადმოუვარდა მფრინავი ხალიჩიდან, ა? საკიდიო. მუსაკიდი? აბა მაჩვენე. აბა მოგინახე? რაც დაგემართა, შენ თავს დააბრალე. ვაიმე? ეს რა მიქენი შებოლოდო, რა მიქენი? ახალწლის დილას სტუმარს რომ არ მიიღებ, კარებს ხუჭი მიუყედავ, დათანას დასცინებ, უარესი რა გევარდება? მე კი ბოლო კიდე როდი? მე სამართლიანი ვარ, სამართლიანი, რაც გეკუთვნოდა, ზუსტად ის მიიღე. ხო, ხა. Arte privaradžavi, samat bagratijani, arte tilijarcavi, ko samatlijani, arte tilijarcavi, ko samatlijani. Čakto sami nezapre, zaslovivit pastali, Anđelija bavševo, agenik kakali, Anđelija bavševo, agenik kakali. Im sakurets imas ides talisi, Rokor xametendeba, taitweba isit, Rokor xametendeba, taitweba isit, Rokor xametendeba, taitweba isit. ახლა რა მეშველება? არ მინდა ჩიჩილაკი ვიყო. ეხლა ჩემი სახე დამიგვინე. ეხლავე? ნუ ზრუხუნებ, ნუ ზრუხუნებ. როგორ არ მიყვარს სასტილია ხოლმე. ნუ ზრუხუნებ. ყველაფერი შენ გულხოვასა და ამ პარტავნებას დააბრალე. დიახ, ამ პარტავნებას. ასე რომ შენი ჩიჩილაკა დარჩენა მიბრძანებია. ოღონდ შვაღამისას ერთი სუტი ისევ ხალადი იწევი ხოლმე. დარჩენი კი შენზეა, შენზე. ვნახოთ, პან. ანდროს ბავშვებო, ერთმა ობოლმა ვაჟმა ჩამოიარა. ჩვენ ვაჟი გვიდა. აი, აგერ რაჟდენ ხო? ვაჟიკო. გახებო. ვაჟი. ანდროს ერთმა ობოლმა ვაჟმა ჩამოიარა. რომელიც იყო მეზობერტოფერში ცხოვრობდა და ფიჩხის ძიძვით ირჩენდა თავს. ჩიჩილაკი რომ დაინახა, ისე ქაო, ისე მოეწონა, რომ აიყო და სახლში წაიღო. სახლში და ტბაში ხალიფულად ცხოვრობდა, ხოხში თითზე გადასახვევი დაფიცკიარება და ჩიჩილაკი ხოხის კუთხეში მიაყო და თვითონ დაღლის დაკაცული ტალღზედ მიებდო და ჩიჩილაკს დაუწყო ცხერა. ის იყო ჩართლიმა. რომუცე ზებიელა და ჩიჩილაკი ისევ ხალადი. Puești, oșoareva ca toa caci. Gaki. Iar oșoareva va da tam caci. Net çatqali kali var, mezobeli sapı.